Არაკოთ ჩემო მეგობრებო, არის თუ არა iPhone 17 Pro Max-ი მსოფლიოში საუკეთესო ტელეფონი. ერთი თვია უკვე მაქვს, თამამად შემიძლია ვთქვა, შევადარე იქ S25 Ultra, შევადარე სხვა ტელეფონებს და გამოყენებიდან ყველაფერს მოგიყვებით, ეხლა რა და როგორა. დავიწყებ იქიდან, რომ ჩემთვის ერთადერთი მინუსი ამ ტელეფონს აქვს დიზაინი. საშინელი დიზაინი, ხელში ჩინური ტელეფონის შთაბეჭდილებას ტოვებს და ალუმინი, რომელიც არის ძალიან არ ვიცი, რბილი, ესე ვიტყოდი. ეს კეისი ვიყიდე პიტაკას და დიდათ ავხმარობ და დამაქ მაინც ისე და არ ვიცი როგორ გამოჩნდება, პატარაზე აქ დღეს დავაკვირდი და აქ არის ოდნავ შეჭრეტელი. არ დამვარდნია, არაფრიც არ მემეტრია და რისგანაც შეიჭრიდა, ეს არის, როდესაც შტატივზე ვამაგრებ ტელეფონს, ის ოდნავ უჭერს და მაგან შეჭრიდა. ცოტა სირცხვილია, როდესაც უშვებ ეგეთ ტელეფონს და ეგეთი რბილი ალუმინი აქვს, ყველაფერზე იჭრიტება. ჩემნაირი ადამიანის, ვისაც კეისის გარეშე უყვარს ტარება, ფაქტიურად იმის არ არის. მაგრამ მაინც გავაგრძელებ კეისის გარეშე ტარებას, დაიკაწყო შეიჭრიტოს, მერჩევნია ესე ვატა. ერთადერთი მინუსი იყო ეს. ეხლა რისთვისაც გააკეთეს ალუმინი, კი ბატონო, სითბოს უკეთესად ატარებს. ნამდვილად ტელეფონი ვერ გავაცხელე, ვიდეოს დამონტაჟების დროსაც არც კი თბება და ვიტყვი იმას, რომ არის საოცარი ახალი პროცესორი A19, როდესაც ერთი და იგივე ვიდეოს ვამონტაჟებ, სიტყვაზე ვთქვათ Samsung-ზე, S25 Ultra-ზე, ბევრად ჩქარა მიმონტაჟებს iPhone. ეხლა ყველას ძალიან აინტერესებს კამერა. ბევრი იძახისო 16 Pro Max-თან შედარებით არ გაუმჯობეს და არ არის მეგობრებო ეგრე. გაუმჯობეს და 16 Pro Max-ი ცოტა უფრო აყვითლებდა, ეს შედარებით უფრო რეალურ ფერს სვავს. ასევე სამივე კამერა 48 მეგაპიქსელიანი აქვს, სელფის კამერა ძალიან გაუმჯობეს და მე არ ვიღებ, მაგრამ რამდენჯერაც სელფი გადავიღე, საოცარ სელფის იღებს, იმიტომ უკვე ოთხკუთხედია. ესე როდესაც იღებ, რამოდენიმე კაცი როდესაც გამოჩნდება თვითონ წევს და ყველა ეტევით კადრში. ეხლა რაც შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებას, ფოტო გადაღება, საოცრად სწრაფია, აი მოძრაობაში ჯობია ნამდვილად Samsung-საც, Pixel-საც, ისე არა მოძრავ კადრსაც აუღებ, უკვე გემოვნების თემაა, ვის რომელი მოწონს. არც iPhone-ი, არც Samsung-ი არ სვავს რეალურ ფერებს, თუ რეალური ფერები გინდა, უნდა გადაიღო კამერით. და ვერასოდეს ვერ აჯობებს ტელეფონის კამერა პროფესიონალურ კამერას. ეხლა რაც შეეხება ვიდეო გადაღებას შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს ვიდეოს უბრალოდ არც ერთი ტელეფონი არ იღებს. აქამდე ჩვეულებრივად ვიღებდი ხან Full HD+, ხან ვიღებდი 4K-ს და იმ დღეს გადავიღე ProRes-ი. ProRes-ი იღებს 1080p-ში, 4K-ში ProRes-ი არ იღებს, იმიტომ ალბათ არანაირი მეხსიერება არ ეყოფა. ერთწუთიანი ვიდეო გამოდის 6 გიგაბაიტი. მაგრამ ხარისხს იღებს, მე მსგავსი ხარისხი უბრალოდ არსად არაფერზე არ მინახავს ტელეფონში. და ისეთი აღტაცებული დავჭი, რომ ეს ტელეფონი მექნება შემდეგი iPhone-ის გამოსვლამდე, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიდეო გადავიღო. თუ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია ვიდეო გადაღება, მაშინ ცალსახად გირჩევთ, რომ იყიდოთ iPhone 17 Pro Max-ი, მსგავს ვიდეო სხვა ტელეფონით ვერ გადაიღებთ. რაც შეეხება ეხლა ეკრანს. აქ აყენია Samsung-ის ბოლო თაობის M14 ეკრანი, 16 Pro Max-ი იგივე ეყენა და Samsung-ში ჯერ არ აყენია. ეგ ცოტა გადაობის თემაა, ძვირიჯდებაო და არ დააყენეს და ეკრანი ცოტა უკმაყოფილო ვიყავი, იმიტომ რომ პიქსელი ვიჭირდა, ოდნავ რო ჩაუწევდი, უკვე ისეთი განათებული აღარ იყო და აი ამის 3000 ნიტი ვერ გავიგე. და ჩემთვის ეგ დისკომფორტს იწვევდა, იმიტომ პიქსელზეც ბოლომდე რომა განათებული მარტო მაშინ ჩანს და აპდეიტში გასწორდა და აქვს საოცარი ეკრანი. რაც შეეხება ელემენტს, მსგავსი ელემენტი არ მინახავს.
მე უბრალოდ რაც კი ტელეფონები მქონდა, ყველაფერს დღეში ვტენი ორჯერ. ტელეფონი ვერ დავსვი, ერთადერთხელ იყო 10%-ზე ჩამოვიდა დილიდან ეს სოციალური ქსელები, 5 ვიდეო გადავიღე, 5 ვიდეო დავამონტაჟე ტელეფონზე და არ ჯდება. არ ვიცი რა გაუკეთეს, რა ოპტიმიზაცია აქვს, თან მით უმეტეს ეს ახალი iOS-ი ეგეთი ოპტიმიზირებული არ არის, რაღაც პატარ-პატარა ბაგებს ვატყობ, მაგრამ ელემენტი არის მოწოდების სიმაღლეზე. და ალბათ უკვე iOS-იო დაიხვეწება, სრულყოფილი რო იქნება 26.1 გამოვა, ალბათ კიდევ უფრო კარგი იქნება. საოცარი ელემენტი, საოცარი კამერა. ეხლა რაც შეეხება scrolls, ეხლა ბევრი არ აქცევს მნიშვნელობას და აი უბრალოდ არ ვიცი ეხლა როგორ ჩანს, ვისაც Samsung-ი გააქვთ ან Android-ზე ტელეფონი მიხვდებით. აი ამაში ბევრად ჯობია Android. ბევრად ჩქარი scroll-ი აქვს. აქ მაინც ატყობო ის 120 Hz-ი კია, მაგრამ რაღაც პატარ-პატარა რაღაცეებს ჩემი თვალი ატყობს. Android-ზე ოდესავ scroll-ავ, ძალიან პლავნია და ძალიან მაგარია. სიჩქარეს რაც შეეხება ეხა ბოლო მოდელ Samsung და iPhone შორის, რომელი უფრო ჩქარია, უბრალოდ, აზრი არ აქვს მილიწამები გემოვნების თემა. ერთადერთი რასაც მივაქცია ყურადღება, აი ვიდეოსო გადავიღებ Samsung-საც აქ და ეხა სიტყვაზე ვთქვათ, ჩავხთე ვიდეო და მინდა წინ და უკან მოვაჭრა. როდესაც წინ და უკან ვაჭრი, Samsung-ს უნდა ალბათ 1-2 წუთი თუ დიდი ვიდეოა რომ შეინახოს და iPhone-ს უნდა ალბათ მილიწამები, ერთი წამიც არ უნდა. მაგაში კიდე ერთ პლუს დაუწევდი. კიდე ვიძახი. პრემიუმ ხარისხის შთაბეჭდილება არ გექნებათ ხელშიო დაიჭერთ, მაგრამ თუ გინდათ ვიდეო გადაღების, გინდათ საუკეთესო ვიდეო გადაღება, გინდათ საუკეთესო ელემენტი, მაშინ აირჩიეთ 17 Pro Max-ი. სისტემას რაც შეეხება, მე მაინც Android-ი მირჩევნია. მიზეზი ჩემი iPhone-ზე გადასვლის იყო, სულ მქონდა Apple-ის ლეპტოპი და ტელეფონი მქონდა Android-ი და ერთმანეთთან ძალიან ცუდად კავშირში მოდიან, ძალიან არ ეწყობიან და ამიტომ ეხა ყველაფერი Apple-ის მაქვს, ეს საათი Huawei-ის დავიტოვე, Apple-ის საათიც მაქვს, მაგრამ ისე მიყვარს ეს საათი ვერ ველევი და თქვენი გადასაწყვეტია. iOS-ი და Android-ი მთელი ცხოვრება რო ვისპოროთ, მაინც ზოგს ის ურჩევნია, ზოგს ის და ვიღაცებიო წერენ, ვაიმე, Android-ი ნელდება და Android-ს ბაგები აქვს. რაც მე iOS-ზე ბაგები ვნახე, მთელი ცხოვრება Samsung-ზე ეგ ბაგი არ მინახავს. Samsung-ი ყველაზე გვიან უშვებს ახალ აპდეიტს და როდესაც გამოდის, აი დალაგებული, დავარცხნილი სისტემაა შემიძლია ვთქვა. აქ გამოუშვეს და ბაგი, ძალიან ბევრი ბაგები, მაგრამ დროთა განმავლობაში ეჩვევეხ, ჩვეულებრივ ადამიანმა შეიძლება ვინც არ აქცევს ყურადღებას, ვერ შეატყოს. ასე რომ მე მგონი ამომწურავად გავეც ყველა კითხვას პასუხი, Samsung-ი თუ iPhone-ი, რომელი რაში ჯობია, ასეო თქვენი გადასაწყვეტია, რომელს იყეთით. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.